ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება ტალღებად ამზადებს და შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რეჟიმი უფრო და უფრო ამკაცრებს ქცევის წესებს, აქციებზე, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ყველასთვის, ვინც ეფექტიან წინააღმდეგობას უწევს მას. და ეს რას ნიშნავს? რატო აკეთებს ამას, ხო? იმიტომ რომ ერთი მხრივ მას უნდა შეგვაშინოს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ მეორე მხრიდან რო შევხედოთ ამას, ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება და რეჟიმი მიიჩნევს, რომ აქამდე არსებული კანონები, აქამდე არსებული წესრიგი არ იყო ეფექტიანი, არ ყოფნიდა მას საკუთარი სიმტკიცის დასაცავად და წინააღმდეგობა არ ყევდა მის საფუძველს. ამიტომ სჭირდება, რომ ყოველ ჯერზე ახალი შეზღუდვა შემოიღოს, რომ ამით მაინც გაუმკლავდეს ამ სახალხო წინააღმდეგობას, რაც თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით არის გაშლილი. ჩვენ აი სწორედ ასე უნდა წავიკითხოთ ეს ცვლილებები, რომ ერთი მხრივ ეს არის გამკაცრება, მაგრამ ეს გამკაცრება არის რეჟიმის არაეფექტიანობის მაჩვენებელი. იმის მაჩვენებელი, რომ ის ვერ ახერხებს არსებული ინსტრუმენტებით გაუმკლავდეს წინააღმდეგობას და ახალ ინსტრუმენტებს იგონებს იმისთვის, რომ ახლა მაინც, ახალ ჯერზე მაინც გატეხოს წინააღმდეგობა. თუმცა მისთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ უკვე 3 თვეზე მეტია ქართველი ხალხი ითხოვს დემოკრატიას, ქართველი ხალხი ითხოვს ევროპულ არჩევნებს და ქართველი ხალხი ითხოვს იმას, რომ ოლიგარქი კი არ სარგებლობდეს ჩვენი ქვეყნის სიკეთეებით, არამედ თითოეულ ჩვენგანს მიუწვდებოდეს ხელი ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ სიკეთეებზე და ძალაუფლებაზე, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს.